ცოტა ხარ. აი ესე, გავმართლით ხალხო და ჯამაათნო, როგორ ახართ? ეს ესა იმიდან გამოველი. ნინოს სალონიდან. თმა როგორ ამახარ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად მაქვს. ორი წამით ცოტა წინ მივწიოთ. საღამო მოვიდა. გამათბობელთან ჯდომის დრო მოვიდა. 8 საათია და პირველ რიგში გეტყვით, რომ არხი გამოიწერეთ, ვისაც არ გამოგიწერია და ვინც მიყურებთ. ბაბერათ მომხედე. შენც რა გამოწერი. მოიტა შენი YouTube-ი. მოდი ხა დავტესტოთ, ბარ მომეცი რა სერიოზულად არ შეხვიდე, არც YouTube-ზე შედი და მოდი უნდა ვნახოთ ჩემი თავი, ჩემ შულს თუ აქ გამოწერი. არ შეხვიდე. მაინტერესებს. იხნახ რა. მომეცი რა 2 წამი რა. აქ ხო შესულდა მე რა ჩავთავ. ჩართავ. მომე. ისე მომხედა, ანუ არხი გამოიწერეთ მე და ისე მომხედა, რომ ისა რა ქვია, ხალხსაც დავანახო. რო ისა აქვს თუ არა გამოწერილი ეს რა არის სადაო რა YouTube-ზე ხარ? რაც საეჭოთ მომხედა და თქვენ ამისი წივილი უნდა ვნახოთ ახლა. შენ არ გამოწერილი ასე. გამოწერილი. გამოწერილი ყავარ. შენ მყავ თუ მყევ ხარ თუ? კიდევ გავიხადო ჩუსტი. არ მინდა ხო შენ ვიცი რომ გამოწერილი გეყოლები. ჩემი შემოწმა და იმიტომ რომ საეჭოთ მომხედე და კი არა სად არის ივანე მოვიდეს. ივანის მგონია. ხო. ანუ საღამოს უკვე არაფრის კეთების დრო არ არის, აი მის გასწორების დროც აღარ არის ხალხო. უბრალოდ ესე რაცა ჩანს იმავს გავჭივა. აჰა. რაღაცას უყურებთ მე და ნინო და მულტფილმს და თანთმებს მიკეთებდა, ვითომ შუაზე გამიყო, მაგრამ აშკარად თვალებში ვერ აგაქვს საქმე კარგად ნინო. შუაზე. ჯიფასათამა. ხო და მინდოდა რომ რაღაცა ისინი მასალები დავაგროვე ვიდეოსთვის. TikTok-იდან და Facebook-იდან და რაღაცა, მაგრამ სავარაუდოდ მაგას ხვალ ვიზავ. თუ მეცლება და მექნება მაგისტრო, იმიტომ რომ ხვალ წინა ვიდეოზე გითხარით, რომ ხვალ არის ნათლისღების ის გადასხვის ვიდეო, ხო და თუ ისევ ქენი გადავიღებ რა. თუ არ და ზეგ იქნება. ან მომავალ წელს ყველა ვარიანტი. ეხლა რაზე მინდოდა გადავიღო ვიდეო. ზოგადად იუთუბერებს რო უყურებთ ხოლმე, შეიძლება ვიდეოში ბარბარე ეგ ჩუსტები მან დასადებად არის? ესე რა ქვია. რო უყურებთ ვიდეოში, მაგალითად, რა ვიცი, რა მშვება რა ვისა. მაგალითად დღეს მე ვიყურებთ, ხო? ანუ 3 ვიდეოა. აი გუშინდელი ვიდეო მაგალითად გუში რა ვიდეოც დავდე იყოს თუ გუშინ წინ რამე გადაღებულ ანუ ფაქტიურად მე გუშინ ვიდეო არ გადამიღე და გამოდის ისე რომ გუშინ წინ მე მგონი თუ იმის წინ ყველაზე ბევრი ვიდეო დავდე ანუ 3 ვიდეო დავდე და იმ ღამეს 2 გადავიღე გუშინდელი დღისთვის და გამოდის რომ ანუ 5 ვიდეო მქონდა ერთ დღისით გადაღებული უბრალოდ 3 დავდე და 2 შევინახე ხო და ეხლა რატო ვაგობ მაგ ამბავს არის ხოლმე სიტუაცია, რომ მაყურებელი უყურებს რა აცვია ვლოგერს სტანსაცველი. და ეხლა რამეცნობა შარვალ კასტუმით ნამდვილად არ მოვალ, რაც მაწვია სახლში, სახლის ვიდეოა, სახლიდან ვიღებ ვიდეოს და ანუ როგორც ვიღებ, ისე არა. როგორც სახლში ვარ და რასაც ვაკეთებ, ისე ვიღებ და ისე განახებ, ხო? ამ ბოლო დროს ეს რა დავეჩვიე ხელებით იმას. ხო და ეხლა რა უნდა ვეთქვა? არის ხოლმე სიტუაცია და ადრეც იყო რა და ეხლა გუშინ ჩემ თავს რო ვყურებდი ვიდეოში ანუ თავში ისეთი ვიდეო და დევს რომ რაც მაწვია ის ჩანს ანუ 5 ვიდეო ზედიზე და პლუს გუში წინ ანუ გუშინ და გუში წინ ერთ სადღაც 5 ან 7 ვიდეო ერთ და იგივე მაწვია და ზოგი ახე ქვავს ხოლმე ესეთ რაღაცას ეხლა გითხარით იმის წიწებას არ ვაპირებ რა სუფთა და რა გარეცხილი და რაღაცა და შეიძლება და წელწადში ერთხელ იბანაოს ადამიანმა მაგრამ რაზე ვამბობ და რას ვგულისხმობ ეხა მე ეს ყავისჭი ქარდაბლა და ყوارაჭი დავლიე და დავდე მაგრამ აი მაგალითად 7 ვიდეო იყოს მასე დავთვალე მე მგონი ეგრე უნდა იყოს
მათი ერთი და იგივე და ვიღაცა მიყურებს, ვიღაცა რომელიც ეძებს რაღაცა დაწეროს, მაგრამ თან ვერ აწერს, ვერ პოულობს, მაგრამ მაინც იპოვის ახლა მაგაზე მეტის ის რა არის. შეუძლია დაწეროს ის ადრე იყო რა, ეხა არა ყოფილა, მაგრამ გაბახსენდა, მოდი რატომაც არ ჩავწეროთ მაგ თემაზე ვიდეო. ბარბარე ხელს მისლის შენი ტელეფონი. რომ აი წინაზე იყო რა ზუსტად ესეთი სიტუაცია, რომ დღეში რამდენიმე ვიდეო ჩავწერე, რამდენიმე დავდე, რამდენიმე მეორე დღისთვის შევინახე. და ესეთი კომენტარი, რომ ხანდახან მაინც გამოიცვალეთ, მარტო ჩემთან არ იწერება ხოლმე ეგეთი რაღაცები, ორგანი წერება. ყოველი ვიდეო სხვა ტრანსაცმელი მაინც ჩაიცვი, რომ ისა ვითომ იცვლი თუ ვითომ რაღაცნაირად რა მოკლედ. ხო და ეს იყო შინდა რანაირად თამაკაც. მაიკა. ხო და აი რაღაცაზე მინდა რომ ვისაუბრო რა სასაცილო არის, მაგრამ საჭიროა ხო. ეხლა მე მინდა რომ ამ ხალხს ვინც ოდნავ გაგიფიქრებიათ ეგ რაღაცა, რომ ხანდახან აი მაგალითად გუშინ შეიძლება და გაგიფიქრებინათ, იმიტომ რომ გუშინწი და გუშინწის საღამოს რომელიც გადავიღე და იგივე მათში, ანუ 1 დღე და 1 საღამო თუ რაღაცნაირად რა, მოკლედ უბრალოდ ვიდეოები მოვასწარი ბევრი. და მათში ეს მწვანე კუბიკებიანი რაღაც. ხო და მე მგონი შვილო მე რა ვიცი. ხო და ესა წარმოიდგინეთ ახლა. სულ იმას ვამბობ, რომ წყალი არა. ეს პერიოდი მართლა აღარა წყალი, რა იქნა ის 24 საათიანი წყალი. ერთი კვირა დაახლოებით გახსნილი გვაქვს ველოდებით ან მაგას და ან წვიმას, წვიმა უფრო მოვა მე მგონი. ხო, ჯერ ეს წყლის პრობლემა როა ხოლმე და რაღაცა. მე ის რომ ზამთარია, მე ის რომ რეცხა. წინაზეც გითხარით, რეცხავ, დღეს შეიძლება 3ჯერ დავატრიალო 10 კილოვანი სარიცხვის მანქანა, 4ჯერაც მიქნია. რატო არ აკლდება კალათას ვერავხვდები. და წარმოიდგინე ახლა მე, რომელმაც ამ ტანსაცმლის გადავიღე დილის ვლოგი, შუადღის ვლოგი, დილის არა, თუ დილისაც, ხო, მე მგონი დილისაც, აღარ მახსოვს რა, ხო. და ეხლა მე ესეთი ხალხისთვის გავვარდე. შევიდე რაღაცა წითელი ჩავიცვა, ეს ჩავიტანო გავიცვა, ხა იმიტომ ამას ისე შეიძლება მაიმუნობაც გავაკეთო, მაგალითად, რომ ეს გავიხადო. დავდო გარდირობში. კიდე რაც არის. სხვა ჩავიცვა. მე ხვალიც გავიხადო, სხვა ყვითელი ჩავიცვა, მე ზეგი ისევ ამით დავიწყო. აი ეგი ავყროლდებით და ვიქნებით გარდირობშიც გასარეცხები, ყველგან გასარეცხები, პრინციპში აბანოში არ ვიქნება. ანუ შევცვლი გარდირობსა და იმას, რომ ესეთმა ადამიანმა არ ინერვიულოს, რომ გაურეცხავი მათში ან რაღაცა ეგეთი და ზოგადად ან დასაბანი. ჩემთვას რო უყურებ ნერვები მეშლება, ნინო სასაცილო თემა. ხო და ერთ სიტყვით აი ესეთ თემაზე მაინტერესებს აი ესეთი ხალხის შინაგანი ბუნება, თუ რაღაცნაირი ბუნება, აი რო ეძებენ რა. აი მაგალითად ეს არ ადევს სწორედ, ეს აქ უნდა იდოს წესი. მაგრამ ეს რო აქ იდოს წესი და ხალათიც აგდია, უბრალოდ მე ვიფარებ და არა ჩავს. ხანდახან მეც ვაგდებ ხოლმე, ხანდახან მეც აწეწილს ვერ დავინახავ ხოლმე, ხანდახან მტვერსაც ვერ ავხედავ, შუბლი რომ არ ტყმეინო, მტვერს ვერ ავხედავ. არც ხალიჩაზე, არც აი გამათბობლის მაღლა თქვენთანაც იკეთებს ხოლმე იმის აბლაბუდებს, ყოველ წუთას არის, გიყვარს დახედა, კაგაფი ბინებს ვენაცვალებ ჩვენივად. ხო და ეხლა როგორ აგონიათ, ეხლა აი იმ სიტუაციაში მაგ ხასიათზე ვარ, რომ 9ჯერ გავრეცხო დღეში, რამდენ ვიდეოსაც გადავიღებ სხვადასხვა ჩავიწვევ. რამდენ ვიდეოსაც გადავიღებ და სიტყვაზე ეხლა პირსაცმელი ჩანს? ნუ პრინციპში არა ჩანს. ანუ აი ეს ჩარჩო ეხლა რაც ჩანს, ეს ჩარჩო. კარები რო ბრახუნდება, მგონია რომ ვიღაც მოვიდა. აი ეს ჩარჩო ეხლა რაც ჩანს აქ. უკანა მხარეს რაც ჩანს. ეხლა როგორ აგონიათ ყოველი ვიდეოს წინ შევხედავ, გავიხედები, ეხლა ეს ფერები კარგად არ კიდია პირსაცმელები და ჩამოვიყო დავალაგო, რომ ამ ვიღაცამ ნერვები არ მოიშალოს. არა, ოღონდაც არა. მე ხო ვიცი, რომ შუქთავათია.
ნუ ეხა ხარ არის სუფთა, მაგრამ ერთი დილა სუფთა იყო. სუფთა იყო, აქ რაღაცა მაქვს წასული, აქაც რაღაცა მაქვს და რა მაქარვი. თქვენ ხო ვერ ხედავთ, ხვალ ესე გადავკეცა, ხვალინდელ ვიდეოშიც ამით შემოგიერთდებით დილით თუ იქნება ვიდეო. არა ბიჭო. ვერი ჭირი მეთი რა. არა, ეგ კაი ხრიკია, ანუ იმ ხრივ რომ რაღაცა მესმის რომ ანუ ერთ-ერთი ვლოგერი იყოს, რაც შორს ცოლ-ქმარი არიან თუ რაღაცა და რაღაცებს ასწავლიან დამწყებ ვლოგერებს, ოღონდ თამაში ხდიან ფულს და ანუ ერთ-ერთი რა ქვია იმას ვლოგი თუ ერთ-ერთი რაღაცა ესე უფასოდ გვაჩუქა. ვისაც რაღაცა დაწყება უნდა საქმის რაღაცა ვლოგის რაღაცის და მოკლედ გადაწყვიტა რომ უფასოდ გაეზიარებინა გამოცდილება ამ გოგოს და ესეთი რაღაცა თქვა. თუ გინდათ რომ მაყურებელს ეგონოს რომ ვიდეო სხვადასხვა დღეს გაქვთ გადაღებული შეგიძლიათ სხვადასხვა რაკურსით გადაიღოთ. ეხლა ხო ვზივარ, ეხლა უბრალოდ გავწყვეტავ იქით დახცე დავჭდები. მერე კუდასთან წავალ, მერე ტუპისთან წავალ და თან პარალელურად მეორე რაღაცას გვეუბნება. ანუ ყველა რაკურსზე სხვადასხვა ტანსაცმელი ჩაივსთ. ოღონდაც არა. მერე ვინ გარეცხავს ქალო იმებს. ახლა აგე ქარი. გავკიდე დილას მაიას და ზაზას ეცვათ ჩემი ტანსაცმელი მეზობრებს. ქარმა რომ მოხვეთა და წაიღო, ძლივ გავხადე ქარსა. ვერ გავიგე. ერთი შვილი მოვყალი და მეორესაც ერთი შვილი? შვილი, მომე ცოტა ბავშვობაში ვინ იყო ხოლმე ჩემს დედა რო ჩუსწკეს რო და რო გეტყო და მოიტანეო და რომ მიქონდა ხოლმე. მომე, მანდ დავარდა ქალო. მაგიდის ქვეშ არის მე ვხედავ. რომ მიქონდა და თან რო იცოდი რომ უფრო მაგრად უნდა მოხვედრო. მე ვიცილები ხოლმე. ჩავიკუზებოდი თხრაშა ან გიორგის. და მე რატომ არყავ? ხო, ანუ ესე გამოცდილება გაგვიზიარა, მოკლედ ამ ვლოგერებმა ცოლ-ქმარმა უფასოდ თან 9-ჯერად გოს უფასოდ გიზიარებ, მაგათო კინაღამ დაურეკე და ანგარიშის ნომერი მომეწიტე მეთქი რომ იქნებ ჩაგირიცხოთ. ანუ ეხა აქედან გადავიღო. არა, ეგ შეიძლება კაი განაცუდია, მაგრამ ეხა წარმოვიდგინეთ. დავიწყე ახლა აქედან ვლოგი. თან როგორი რაღაცა ეხა იცი რა, წეღა რომ ისინი განახეთ საროჭკები, ხო სადაც უყურებ 9 წუთი არის. ხო წავიდე და გავაუცო. წარმოვიდგინე ხა მე ვლოგის გადაღების გამო აქ ხო ვზივარ, თან სადაც უყურებ რომ დროზე გავიქცე. ეხა როგორ აფიქრობ, შევარდები მე წითელს ჩავიცმე, ბარბარეს ადგილას დავჭდები. მე ისე რაღაცა მწვანეს ჩავიცმე, ვაგენ ყვავილებთან დავჭდები და ვიდეოს გადაღებას რომ მოვჩები, სადაც 20 წუთიან ვიდეოს გადაღებას რომ მოვჩები ამ სირბილში. მე მექნება იმისი ან ნერვი, ან ხალისი, რომ ჯერ ის გახდილი ტანსაცმელები დავკეცო დავალაგო. მერე სანამ ამებს გადავაბამ ამ ვიდეოებს ერთმანეთზე. და მე უნდა მქონდეს მერე ხალისი რომ დავაუთოვო. არ შემიძლია. ვინ არის? იონე მოვიდა. იონე მოვიდა ცეკვიდან 2 საათი, 2 საათი შობდნენ მაგისთადას. ხო და ესე ხალხნებო ერთ სიტყვით რა. ვიდეოს რო ნახავთ, სადაც მათვია 10 ვიდეოს ნახე, გავაბეორე ახლა რომ 1-3 დღე არ გამოვიცვალო. 10 ვიდეოს რო ნახავთ, სადაც ერთი და იგივე ტანსაცმელი მათვია. არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ ეგეთი ვიდეო ერთ დღისთან ჩაწერეთ. ძალიან არ გაიგოდეთ. აღარც სარეცხი მექნება და აღარც საუთოები. ხო ვარ მართალი ვარ. ახლა თუ ნინო ხო ჩემ ვიდეოში ყოველ იმაზე ჩნდება ხოლმე. ახლა ამასაც უნდა უცვალო რომ ხო უნდა დავაჭერო ეს ვიღაცა რომ ტანსაცმელებს ვიცვლით ზოგადად და ქვის ხანაში არა და ზედვი არ ვიჭეჭყამთ. ან ვიფშვნეტავთ ახლა მაგათაც ეგ გავაკეთები. აი ეგრე ხდება ხოლმე, ეგეთი რაღაცებიც ხდება ხოლმე რა, მოკლედ. ეგეთი კომენტარებიც ხდება ხოლმე.
ხო, აი ხა ამაზე გამახსენდა კიდე კოკიზე. აქ ივანეს სეკრეტ სანტის საჩუქარი დავდე ნაძვის ხევშარ და ცოტა ხანი იდოს ეს. კოკიზე, კოკი აღარ აჩანს, ხო არ მოკუდაო. არა, გენაცვალე აჩანს, როგორ არ აჩანს, მოიცა? აი, კოკი. კოკი. ბიჭო, კოკი. ზინავ. თავიოთ ჩაყოფილი ფრთებში. ზინავ თუ მოკუდავ, როგორ წადი რა ის. კოკი. შევალამაზო. არაშკარად ზინა. უშვებ ხოლმე. როდესაც ისინი სკოლაში მიდიან ხოლმე რაღაცა და სახში ვარ და რო დავრწმუნები ხოლმე რომ კატა არ არის აქ, ვუშვებ და თუნდაც დაბლა მქონდეს საქმე ჩავდივარ რა. ესენი რო სახში არ იმიტომ არ ვუშვებ, რომ ისა კარების შესული გასulis დროს როდესაც მოძრაობა შეიძლება კატა შემოვიდეს, ანუ დიდი კატა პატარები არ შემოდიან აქ. ხო და შეიძლება შემოვიდეს და დიდად არ უყურებს ხოლმე, მაგრამ ეხა რო დაინახავს რაღაცა მოძრაობს, არ არსებობს, რომ არ დაეფიცება, დიდი კატა კი არ ეხებოდა, ამას არ დაეფიცება, რომ რამდენად შეეხება. ხო, მართლა წეღან მარტყოფის ჯგუფში ვნახე პოსტი. ანონიმურად ეწერა ვიღაცას, რომ ძალიან მინდა, რომ კატა ვიჩუქო და ვინმე სხვა არ ყავთო და არ იქავდა ჩემი 4 სურათი, 4 ფისოს სურათი დავდე. აი ესე შემოდის ხოლმე. ვაიმე როგორ გაკინულა, შორენა, ჯაიყუდი. ვადიჭე ბოლაბაცო მე ჩემზე იძახო. შეხო თბილად გაცივდე, ეს უქუდოთ იყო. მე ჩემზე იძახი ბავშვმა მით. შოკოლა ხა ჩიმოლამოდი. გაკინულ ხა ჩიმოპატარა, მით ჩქარა გათრი. ხო და რას ვამბობდი? და მოვიწყდა. დაიცავეთ გავიხსენო. კატაზე ვამბობდი. ხო და 4 ანუ 4 ერთი სურათი მაქვს, სადაც 4-ვენი არიან, ის შავი ხო გავაჩუქე და ჩაუგდე რა მეთქი სახლის კარებთან მოსული კატები თუ მოსხმული თუ როგორც ქვია, ჭიაზე დამუშავებულები, ძვირფასები, საჭველი იციან, ჭამა იციან, ყველაფერი და თუ გინდათ ერთ-ერთს მეთქი გაჩუქებთ. კი ნაუს გინდა სახს რა ვიცი. იმედია კაი იქნება, კაი პატრონი იქნება და როგორც მე გავზარდე ისე გააგრძელებს მის მოვლას. ოღონდ ჯერ არ ვიცი არაფერი არ მოუწერია, იმიტომ რომ იქ ბევრმა დაპოსტა რომ მე მყავს და რაღაცებს აირჩევს, მაგრამ მე მაინც ავცადე. ან თან არ მინდა გაშვება, მაგრამ ეხა მართლა ეს ხო არ არის, ანუ კათარზის ხო არა, მაკატებისა რა. და თავშესაფარი ასე რომ მოუწეთ ყველა ვარიანტში გაშვილება სავარაუდოდ. თორე ხო თუ არ გაშვილდებიან, ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ადრე რო იყო ხოლმე. მე შოქში რო ჩასვე, რაღა ადრე რამდენი აკეთებს ნაგავშიც აყრიან. მე შოქში ჩასვავენ ისეც აგდებენ. და ზოგადად იციან ხოლმე გაშვება და ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მოზრდილი კატები რო გაუშვა, სადმე ბაღში დასახლებულ, სადაც გაუშვა, ანუ 99% შეუძლია თავის გადარჩენა. ჭამასმა და თავის მიხედვა. ლეკვი რო გაუშვა, ლეკვი კვდება, შანსი არ არის, თუ ვინმე მას შეიფარა მე არა ჭამა, ვერ მოკდება, მონადირი არ არის ლეკვი, ხო? კატას კიდე შეუძლია ჩიტია, თაგვია, ბევრი რაღაცა შეჭამოს. რა? გატოკდა. კოკი გატოკდა. არა, კოკი არა. აბა. ირები ხო. ხო და ანუ არ ვაპირებ ნამდვილად არც ეგ გაშვებას და რაღაცას. რამდენიმე ხნის წინ ჩემმა მამამ თილმა უთხრა ლაშას რომ მოდიო წავიყვანო იქა უცეხშიო და გავუშვებო იქ არიანო კატებიო, თაგვებიც არის რაღაცები და ძაღლებიც აყო რაღაცა და ანუ არიანო რა საჭმელსაც ვაჭვევთ ხოლმე, მაგრამ ლაშამ უარი უთხრა, არც მე არ მინდოდა და ლაშამაც უარი უთხრა რომ არა უპატარები არიანო და ძაღლი რო დააფრთხოს და შისაგა სადმე რო შეძვრება ის აღარ გამოვა და შეიძლება რომ იყვნენ მოკვდეს კიდეც, ამიტომ სანამ არ მოუზრდი, არ ვიცი რა ბედეს მივაკუთნებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთან იქნება. დედა. იმედია ეხა სხვა ვინმე მარტყოფელი არ მიყურებს, ვისაც კატები ყავ გასაჩუქებელია საერთოდ გასაყრელი და ხვალი აქ დამხვდებიან. ეგ რაღაცა ახარ აქნათ ხალხო რა, ძალიან ძნელია რა, ძალიან ძნელია, როდესაც არა გაქვს იმის საშუალება რომ დაიტოვო, მაგრამ ვერც გაყრი. ამიტომ ნამდვილად არ არის ჩემი ოჯახი ელის ბარაშვილის თავშესაფარი და ნუ გააკეთებთ მაგას ძალიან აქ თხოვთ. მოუარეთ და გააჩუქეთ მადლია. ბევრს უნდა. დედა. ხო. იქ რო ვიყავით, ხო იცი მამას რომ მანქანა გაუფუძდა.
მე და მამა რო ვიყავით პაპას. ხო. ის რა ქვია, მან ორი ძაღლი იყო და ერთი შავი კატა იყო. ხო, აი მაგაზია, მან დამოვიდა გაშვილებას. ის შავი ისა. აი ასე, წავედი ახლა და გემშვიდობები დიდი ხანი არ შეგაწყეთ, იმიტომ რომ ჩემი მინიმალური და მაქსიმალური დრო არის ხოლმე 20-25 წუთი, რომ თუ იმას ვამბობ, რომ ან ყავაზე, ან ჩაიზე, ან რაღაცაზე, რავი, თუ აქ ადამიანს სურვილი უსმინოს და უყუროს და რავი, გაერთოს რა, ქრონიკასავით მძიმე გადაცემები კი არა და ვიდეოები მიატმაგდა. წავედი ახლა და გემშვიდობებით, არხი გამოიწერეთ. და ლაიქეთ, გააზიარეთ, მეთქი ვერ გეტყვი ხა. კი ვერ გავკადრიერდეთ. უბრალოდ და რეკლამებს უყურეთ. ნუ უყურებთ, კაცო, დაიწყება რეკლამა, დადეთ ცოტა ხანი სანამ ყავას ჩაყრით, სანამ შაქარს ჩაყრით, სანამ საჭმელს დაუსხოთ, იყოს გავიდეს ის ინდური სერიალი ვით რო არის ხოლმე. დაანებეთ თავი. წავედი. ხოლმე გემშვიდობებით.